ძერძის ნაწარმი ისევე როგორც ყველა ცხოველური წარმოშობის სურსათი მაღალი რისკის სურსათს მიეკუთვნება, ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად და გაძლიერებულად ახორციელებს მუდმივად მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს. ამ ნაწარმისა და პარალელურად ჩვენ აქტიურად მუშაობთ მომხმარებელთა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია, რომ ესეთი პროდუქტი უნდა იქნეს შეძენილი ორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც მეტი გარანტია აქვს და საშუალება აქვს მომხმარებელს შეიძინოს სურსათი, რომელზეც სრული ინფორმაცია ექნება ეტიკეტის საშუალებითაც და ამავე დროს გარანტირებული იქნება, რომ ის სურსათი მათ შორის რძის ნაწარმი, რომელიც განთავსებულია ორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, მარკეტებში, ქსელურ მარკეტებში, მაღაზიებში, მუდმივად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაერთ უნებობის მაჩვენებელზე და დაცული იქნება მომხმარებლის ჯანმრთელობა და მისი ინტერესები. ხშირად არის, რომ სწორედ მარკეტების მიმდებარედ ქუჩაში ადამიანები ყიდიან რძის პროდუქტებს და მომხმარებელს ჰგონია, რომ ეს არის სოფლიდან ჩამოტანილი რძე და ამიტომ ეს არის ნატურალური და უფრო კარგი შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. რამდენად კონტროლდება ესეთ ტიპის ობიექტები და რამდენად აქვთ ასე ვთქვათ მოვაჭრეებს ლიცენზია იმისთვის, რომ გაყიდონ თუნდაც სოფლიდან ჩამოტანილი რძე? იცით რა, მე არ ვიცი რამდენად შეიძლება კონდეს სურვილს მიიღოს ლიცენზია არაორგანიზებული ვაჭრობის განხორციელებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე პროდუქტის განთავსება რაღაც სახელდახელოდ მოწყობილ დახლზე, შეიძლება დახლიც არ იყოს ეს და ეს იმის გათვალისწინებთ, რომ რძე არის მაღალი რისკის პროდუქტი, რომელსაც თავისი რეალიზაციის კონკრეტული პირობების დაცვა ჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღიც რომ მოიტანო მომხმარებელამდე, თუ რეალიზაციის პირობები არ იქნა დაცული, ეს პროდუქტი შეიძლება იყოს მავნე ჯანმრთელობისთვის. და მხოლოდ რძეზე არ არის, ხო? არა, ნებისმიერ რძის ნაწარმი, დიახ, ეს რძე ყოველი იქნება არაჟანი თუ სხვა რძემჟავა პროდუქტები, ყველა საჭიროებს სათანადო პირობებში რეალიზებას. და გარდა ამისა, ასეთი პიროვნება, რომელიც არაორგანიზებულ ვაჭრობას ახორციელებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ ვერ ხვდება, იმიტომ რომ ასეთი განხორციელებული საქმიანობა არის კანონდარღვევა. კანონი ჩვენ გვეუბნება, რომ სურსათი იქნება ეს მალფუჭადი თუ არ იქნება მალფუჭადი, მაღალი რისკის იქნება თუ არ იქნება მაღალი რისკის, სათანადო პირობების დაცვით უნდა იქნეს გაყიდული და მიწოდებული მომხმარებლისათვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და ინტერესები დაცული. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი დგას მაღაზიის მიდამოებში ან აგრარულ ბაზრის გარეთ სადღაც და გაურკვეველი წარმომავლობის სურსათს ყიდის ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობით სავალდებულო რო სურსათი იყოს ეტიკეტირებული. ეს ნიშნავს, რომ მის შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება სრულყოფილად მიიღოს მომხმარებელმა, განთავსებული ამ ეტიკეტზე. ვერბალური გზით გადაცემული ინფორმაცია, რომელიც არ არის ისეთი პიროვნების მიერ მიწოდებული, რომელიც რაღაც წესებს არ იცავს და უშუალოდ რამდენად სანდო არის, ეს თავად მომხმარებელმა განსაჯოს. ამიტომ სურსათის სააგენტო უკაცრავად რომ შეგაწყვეტინეთ, რამდენად უწევს მონიტორინგს ესეთი ასე ვთქვათ დახლების ტიპის სავაჭრო ადგილებს. იცით რა, ჩვენ ვაკონტროლებთ ორგანიზებული ვაჭრობის ადგილებს, ეს არის მაღაზიები, ეს არის აგრარული ბაზრები, სადაც ასევე კანონის დაცვით უნდა მოხდეს და რეალიზაციის პირობების დაცვით სურსათის რეალიზაცია, მაგრამ ის ადგილები, რომელიც არ არის განპირობებული და ასეთი სურსათის რეალიზაციისთვის, ჩვენ კონტროლ გქონდება ობიექტებს არ წარმოადგენს. ეს ობიექტი ეს არის კანონდარღვევით ქმედება. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა დაგირეკათ და ასეთი ობიექტის შესახებ მოგაწოდათ ინფორმაცია, რა ბერკეტი აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ დროს? თქვათ მოიწამლა პროდუქტი, რაც იყიდა დახლზე. ჩვენ რომც მივიდეთ ეხლა უყურეთ და ასეთი გაურკვეველი წარმომავლობის პიროვნებისგან გაყიდული სურსათი რომც აღმოვაჩინოთ, იქ შეუძლებელია ჩვენ მიკვლევადობა განვახორციელოთ. ანუ ამ სურსათის წარმომავლობა დავადგინოთ, რომელი ცხოველისგან არის მიღებული, სად არის დამზადებული, არის თუ არა წარმოების პროცესი დაცული ისე, რომ წარმოების პროცესში ეს სურსათი არის შეუძლებელია ამის დადგენა. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ამ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ეს არის ადგილობრივი მმართველობის იურისდიქციის ქვეშ, ანუ არაორგანიზებული ვაჭრობა, რომელიც კანონმდებლობით
დარღვევად ითვლება. გარკვეულწილად მაინც მივდივართ იქამდე, რომ აუცილებელია მომხმარებელსაც ჰქონდეს ცნობიერება, რას ყიდულობს და გარკვეულ ფაქტორებს მიაქციოს ყურადღება. მინდა რომ მაყურებელს ვურჩიოთ, სანამ გადაწყვეტს რძისა და რძის პროდუქტების შეძენას, რაზე გააკეთოს აქცენტი? აქცენტი გააკეთოს პირველ რიგში იმაზე, რომ შეეძინოს ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის სურსათი და მათ შორის რძე და რძის ნაწარმი სარეალიზაციო პირობებში დაცულ განთავსებულ ობიექტებში, ეს იქნება ქსელური მარკეტები თუ აგრარული ბაზრები თუ უბნის მაღაზიები, მაგრამ ეს იყოს სარეალიზაციო ქსელში გაყიდული სურსათი. მიაქციონ ყურადღება აუცილებლად ეტიკეტს, სადაც განთავსებული იქნება დასახელების გარდა ამ სურსათის დამზადების ვადა, ვარგისიანობის ვადა, გამოყენების პირობები, თუნდაც შენახვის პირობები, იმიტომ რომ სწორედ ასეთი ადგილებიდან ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ყველა დასახელების რძის ნაწარმის ნიმუშების აღება არაერთ მაჩვენებელზე კვლევა უვნებლობის, რომელიც პირველ რიგში შეიძლება ინფექციური დაავადების წყაროც აღმოჩნდეს თავად ეს რძის ნაწარმიც. ამიტომ მე მომხმარებელს ვუჩვენებდი, რომ შეიძინოს სურსათი ორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, წაიკითხოს ეტიკეტი, წაიკითხოს ჩვენს მიერ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ყოველთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა თუ რაიმე შენიშვნები ან ინფორმაციის მოწოდება ან საჩივარი ან სხვა რამ აინტერესებთ, შეუძლიათ მოგმართონ ცხელ ხაზზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უпроსტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ეს არის 1501 და ნებისმიერ ასეთ მომართვიანობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ქმედებას, შესაბამის კონტროლის ღონისძიებებს და მომმართველს აუცილებლად აცნობებს მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. და ბოლოს უცებ გკითხავთ, გადადუღების შედეგად მაინც შესაძლოა, რომ დარჩეს გარკვეული ბაქტერიები თუ რძე არ არის ჯანსაღი და რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიკრობიოლოგიური საფრთხის კუთხით არსებობს ისეთი მიკრობიოლოგიური აგენტები, რომელთა თერმული დამუშავება არ კმარა იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარანტია იქონიოს, რომ ის მიიღებს ჯანსაღ ან გაუვნებულ, ეგრე ვთქვათ, სურსათს. ამიტომ მე ვურჩევდი ყველას, რომ შეიძინოს სურსათი ორგანიზებული რეალიზების ადგილებში.